არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ რომ დაიკლონ წონაში, მაგრამ ამავდროულად დიეტაზე საუბრისას და ენდოკრინოლოგიურ პრობლემებზე საუბრისას ყოველთვის ყურადღების მიღმარჩებიან ისინი, ვისაც პირიქით წონის მომატება სურთ და სხვადასხვა ესეც საკმაოდ რთულია. აი 10-ად არასწელიას აქვს რჩევები როგორც წონის დაკრების სურვილთათვის, ასევე მომატების სურვილთათვისაც ნახოთ მის სიუჟეტი. წონაში კლება გადაწყვიტეთ, მაშინ უნდა დაწვათ იმაზე მეტი კალორია, ვიდრე ამას საკვებიდან იღებთ. ხოლო თუ წონაში მატება გსურთ, მაშინ პირიქით უნდა მოიქცეთ. არჩევანი თქვენზეა. ჩვენ კი ორივე შემთხვევისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელ და საჭირო რჩევებს მოგცემთ. წონაში კლების დროს რეკომენდირებულია მიირთვეთ ქათმის თეთრი ხორცი, მცენარეული ზეთი, მწვანე ჩაი, კომბოსტო, გრეიპფრუტი, ხილი და რა თქმა უნდა დიდი რაოდენობით წყალი. გახსოვდეთ, ორგანიზმში წყლის ნაკლებობის შემთხვევაში წონის კლება გამორიცხულია. სასურველი შედეგის მისაღწევად კი კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ვარჯიშობთ, საღამოს 6 საათის შემდეგ უარს ვამბობთ ნახშირწყლოვან პროდუქტზე, ვიკვებებით სწორად და ჯანსაღად და ვიცავთ სრულფასოვანი ძილის რეჟიმს. ერთდღიანი დიეტა წონაში კლების ეფექტურობის გასაზრდელად საუკეთესო საშუალებაა. აირჩიეთ კვირაში 1 დღე და მიირთვით მხოლოდ უცხიმო ხაჭო, რძე, კეფირი, დაბალკალორიული ხილი, ბოსტნეული და რაც მთავარია დიდი რაოდენობით წყალი. ის ასეთ დღეებში გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. განსხვავებით უმრავლესობისგან, რომელთა ძირითადი საზრუნავი ზედმეტი კილოგრამების დაკლებაა, სპორტსმენები ხშირად იცავენ წონაში მოსამატებელ და კუნთოვანი მასის გასაზრდელ კვების რეჟიმს. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა სპორტსმენი, თუ არ გაკმაყოფილებთ თქვენი წონა, გსურთ მოიმატოთ და არ იცით როგორ, გაითვალისწინეთ პროფესიონალის რჩევები. ჩვენ რო ვიღებთ ცილოვან საკვებს, ესენია ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, თევზი. აქ აი ამ ცილებს შლის ამინომჟავება ჩვენი ორგანიზმი და აქედან ხდება კუნთის ბოჭკოების მშენებლობა. ძიმბეწონები ჩვენ ვარჯიშობთ, როდესაც ვაკეთებთ ბაზისურ ვარჯიშებს. ესენი არის ჩაჯდომები და შტანგის ამოწევები. აი ეს ორი ვარჯიში არის ყველაზე ეფექტური, რომელიც იწვევს მაქსიმალურად ჰორმონების გამოყოფას. ჰორმონების გარეშე არ მოხდება კუნთის და პროტეინი, ამინომჟავა, ნახშირწყლები და ორგანიზმის საშენი სხვა მასალა საკვები პროდუქტების გარდა სურვილის შემთხვევაში შესაძლოა საკვები დანამატებიდან მიიღოთ. მნიშვნელოვანია, რომ საკვები დანამატი ანაბოლურ სტეროიდებში არ აგვერიოს. ხშირად უშვებთ შეცდომას სწორკვებას და საკვებ დანამატებთან დაკავშირებით. არა და თავიდანვე სიტყვაშივე ჩანს, რომ საკვები დანამატი არის სწორი კვების რაციონის დანამატი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვერ ვიღებთ საკვებისგან, ამიტომ აუცილებელია ორგანიზმმა შეავსოს იგი საკვები დანამატებით. სასურველი შედეგის მისაღწევად უმნიშვნელოვანესია სწორი კვება, რადგან 70% შედეგზე მოდის სწორი კვებისგან და ის 30% არის ყოველდღიური სწორი ვარჯიში, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ. და ბოლოს, გახსოვდეთ, არ არსებობს სწორი ვარჯიში სწორი კვების გარეშე და არ არსებობს წონის კორექცია კომპლექსური მიდგომის გარეშე.